მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს იმდენი ვიწვალე, მაგრამ ჩემი პირველი ნამუშევარია გრაფიტის მსგავსად. შემიფასეთ. აი ხელებს დავისვარე. აბა როგორ მოგწონთ? მოგეწონათ? ძალიან ბევრი ვიწვალე. პირველი ნამუშევარია. მაგრამ მაინც დავასრულე. თლად ისე კარგი არ არის, როგორც მე მეგონა, გამომივიდოდა, მაგრამ მაინც რაღაცა გამოვიდა. აი ამ 72 ნომერში არის ეს ორგანიზაცია აღდგენა 84 მეგობრებო. ეხლა აქ ტურისტები მოდიან. დიახ. პირდაპირ არეთ და მიხვალთ გოგირდის საბანოსთან. აქ ეს უკვე ეს ძველი სახლი არის? აქ ყველა ძველი სახლებია, დიახ. და რა ცხოვრობ, ხო? დიახ. მადლობა. არაფერს. ეს მოვიხსნათ, აღარ გვინდა, ნერვებს აღარ მიშლის თმები. როგორ ხარ თამარ მომენატრეო? ელენე, კარგად, შე როგორ ხარ? დიდი ხანი აღარ მინახი ხარ. და კარგად როგორ უნდა ვიყო ამ სოფლიოში. გუშინ ვიღაცამ დაწერა ეს ამ გოგოს არ მოусმინეთ, პლანი აქვს მოწეული ღმერთმა შეინდოსო. ხალხო, პლანის მოწეული არ გინახავთ თქვენ? მოწეულში რო არიან და მანდა ეზე რო ლაპარაკობენ და ვერ ლაპარაკობენ. ანუ რა პონჩი გინდათ რომ რაღაცა გამიფუჭოთ, ვერ ხვდები რა. თუ მართლა გონიათ რომ მე პლანს ვეწევი. სიგარეტსაც არ ვეწევი თქვენ სასწლებო. იმას ვისაც გონია რომ მე პლანს ვეწევი, სიგარეტსაც არ ვეწევი უთხარით, გადაეცით ესეთ ხალხს. კიდე ვიღაცეები ჭკუაზე არ არიან, ჩემს ვიდეოებს ელოდებიან. ჩემი ვიდეოების ამაში ნომკაში არიან და ჩემზე საუბრობენ კიდე ჯადოქარიაო, კუდიანიაო, ეს არისო, ის არისო, ის გაგაძე სულ გაგიჟებულა და რაღაცეებს წერს, რაღაცეებს ის ხო საერთოდ ბოდავს ხოლმე და რაღაცა ბოდვა დაუწერია. ხალხო, იცოდეთ რომ ჩემთან მოდის ეს ხმები და ცოტა გაფრთხილდით რა. ფრთხილად იყავით რომ არ დაგბლოკოთ, ხო? ანუ დარწმუნებული იყავით რომ შემიძლია ერთ დღესაც ავდგე და სულ ყველა დაგბლოკოთ, ვისგანაც ესეთ რაღაცას გავიგებ. სახელი და გვარებით ვიცი. აი თამარ გაგაძე უკვე დავბლოკე. რატო დავბლოკე, იცით? ყველაფერი ეგონა თავისი, გესმით? ყველაფერი ეგონა თავისი და ვიღაცა რაღაცას რომ დაწერდა, ისიც თავისი ეგონა და ვიღაცას ადანაშაულებს იმაში რომ წამართვი რაღაცა. და მეორე კიდე ჩვენს მეფეებზე და ბაგრატიონებზე ძალიან ცუდად დაიწყო ყბედობა. ამიტომ დავბლოკე. და თქვენ რა გონიათ მე ბაგრატიონი არ ვარ? თქვენ თუ ჩემზე დაიწყებთ ცუდად ყბედობას, მე არ დაგბლოკავთ თქვენ? რა გგონიათ თქვენ? გადაყრით ნაგავში მოგისვრით ეგრევე, ხალხო. სახელი და გვარები მაქვს, თქვენი იცოდეთ. მაგ გოგოს არ მოусმინო. რატო შეგშურდა, რომ მომისმინონ, რას ვასწავლი ესეთ ცუდს? აი მითხარით, ჩემს ვიდეოებში რამე თუ მithქვავს, ან საქართველოზე ცუდი, ან ვიმესის რამე ცუდი რჩევა მიმიცია, ან რამე ჯადოქრული მithქვავს, ან რამე ჯადოქრული ისინი რაღაცეები მისწავლებია თქვენთვის, რომელიც ახლა დღესდღეობით ყოველ 2 წუთში გხვდება ინტერნეტ სფეროში. რამე მისწავლებია თქვენთვის ჯადოქრული?
რამე მithქვია თქვენთვის ისეთი, რომ თქვენი თავის დასაზიანებლად რამე გეკეთოთ? რატომ იწოდებთ ეგრე ვერ ხვდები რა? რა ბოღმა გაქვთ და რა შური გაქვთ ეგეთი მოერიეთ თქვენს ბოღმას და შურს რა? მართლა ოღონდ. თორე მიგაბლოკავთ ყველას, აგერ ერთ-ერთი სიდონის წევრი მივაბლოკე იქ. რატომ? იმიტომ რომ ჯადოქრობა გააკეთა, იმიტომ რომ ჯადო გააკეთა, როგორ შეიძლება შენ ქრისტიანი იყო და ჯადოს აკეთებდე? და თანაც თავი მიგაჩნდა სიდონის წევრად. ხალხო, თქვენ ნორმალურები ხართ? რა გშურთ ესეთი? რადგან მე ავდექი და ლაპარაკი დავიწყე იმ ხალხის გასაგონად, რომელი ხალხის მოელი სულიერ ზრდას? რატომ ვარ კუდიანი ამიხსენით? რა გაგიკეთეთ კუდიანობის გამაგებინეთ, აბა? რახან ნიკოლოზ ნარიმანთან არ ვდგავარ იქ 24 საათი? თუ რატომ ვარ კუდიანი, ვერ ხვდები? ან პლანში მოწეული რად შემატყვეთ ისეთი, რომ რახან არა სტანდარტულ თემებს ვეხები, თუ რა გინდათ ვერ გავიგე. ღმერთო, რა დაძაბულია ეს ხალხი და რა შურით ახსავსია ღმერთო უშველე ამ ხალხს რა. აი, არ ვიცი, როგორ რა უნდა შეშურდეს ადამიანს ჩემი? რა უნდა შეშურდეს ჩემი? მე არ მესმის რა. ერთადერთი ადამიანს შეიძლება შეშურდეს ჩემი არის ის, რომ ქრისტეში მართლა ჭეშმარიტად ძლიერი ვარ რა და არავისზე არ ვარ დამოკიდებული. აი ეს თავისუფლება შეიძლება შეშურდეს და ეს რახან თავისუფალი ვარ, კუდიანი ვარ? კუდიანებიც ხართ და რქიანებიც ხართ, ხალხო. უსუსურები და უუნაროები ხართ. ვინც ჩემზე იტყვის, ამ გოგოს არ მოусმინო? ეს გოგო კაიფშიაო? ან ეს გოგო კუდიანია და ჯადოქარიაო? ვინც ჩემზე ამას იტყვის, მიწა გაეს, გაუსკდეს რა. დედას ვიცავარ, შო, ეხლა უკვე წყევლას დავიწყებ. არ მაინტერესებს. ყველა ვინც ჩემზე რამეს ამბობთ ესეც, ხო? კუდებით თქვენ გამოგებათ და მიწაც გაგსკდომოდეთ რა. ამინ ამენით იესო ქრისტე. აი მაგას გეტყვით თქვენ. ესეთი ხალხი არის წურბელა და მოუშორებელი ჭირი. ამ დედამიწაზე, რომელიც მთლიანად დედამიწის წინსვლას აფერხებს. აი თქვენაერი ხალხი, რომელიც ჩემნაირ ადამიანზე ამბობს, რომ კუდიანიაო, პლანს ეწევაო, არ მოусმინოსო და ასეთ რაღაცეებს. მიყევით ერთმანეთს ზედ. ზედი ზედ დალაგებული მენახოთ რა. აი დედას ვიცავარ თუ ყელში არ მომივიდა თქვენი ესეთი პროჭობა რა. თან მისმენთ. თან ენერგიას იღებთ ჩემგან უსასრულოდ და თან კიდე უმადურობის პიკი. ღმერთმა ჩაგდოთ მიწაში. თქვენ დამპლებო და თქვენ უმადურებო რა. არ გინდათ ჩემი მოსმენა? გაიარეთ რა, იცით რამდენი ვიდეოებს წერენ და რამდენ ლაივებს წერენ? ჩემზე ვინმე რამე თქვას? არასწორი? მაშინვე ის წყევლა აუხდეს რა, რაც ახლა დავიწყევლე მე. და გეშინოდეთ, თქვენ გეშინოდეთ, იცოდეთ რა, ჩემზე ვინმე ჯადო გააკეთოს. ჩემზე ვინმე რამე თქვას ზურგს უკან, ისეთი რაც არ მიცნობს ადამიანი და იძახის მაგოგოს არ მოусმინოტო. ესეთი რამე გაგიგიათ? იცი ვინ არის ეს? კავკასიური იოგა რო დაწერა. კავკასიური იოგა რო დაწერა, ის ტიპი იძახის ჩემზე, რომ მაგოგოს არ მოусმინოთო. ჩემი რჩევა იქნებაო და რატო რა გინდა? შეგშურდა რომ წიგნის გამოუცემლად ამხელა პოპულარობას მივაღწიე? შეგშურდა რომ ჩემი დაწერილი სხვამ გამოსცა? თუ რისი შეგშურდა რომ ფულს არ ვაკეთებ წიგნებში და იმებში, რა ქვია, ადამიანების დარიგებაში? რისი შეგშურდა ხალხო, გამაგებინეთ. ფულს რო არ ვიღებ, ეს კუდიანობაა? თქვენ რა უბედური სულის ყოფილხართ და რა სულით ხეიბრები ყოფილხართ ეს ხალხი? აი მე წარმოდგენა არ მაქვს ქრისტე როგორ უნდა მოვიდეს თქვენთან რა. რა სულით, აი სუფთა ხეიბრები. ისეთი ხალხი
ლაპარაკობს ჩემზე მართლა კუდიანები და მართლა შარლატანები და მართლა გამყიდველები და ვაჭრები ხალხო. რა გინდათ? რა შეგშურდათ? ქრისტე ყველასია, მარტო ჩემი კი არ არის. თქვენი ადგილი ამ დედამიწაზე არ არის რა. დასრულდა სატანის პარპაში ამ დედამიწაზე. всё, წერტილი დაესვა. ხომ ხედავთ, რომ ბოდიში მოიხადა იერუსალიმმა ირანის წინაშე. და თან ზურგს უკან დასცინის. ხო, მოიგო, აბა კი მოიგო. შენ დედას ატირებს ეგ ირანი მალე რა. აი ესეთი შურიანი და ბოღმიანი ხალხი. შურიანი და ბოღმიანი ხალხი. ბავშვობიდან მაქვს აი ეს რაღაცა, აი ეს იუდეველები გინდა, ეს ხაზარები გინდა თუ ეს არანორმალური შურიანი ხალხი რა. რომელიც არ ვიცი ჩემი რა შურთ, მაგრამ შურთ. შენ თავს უშველე ვის რა უნდა დაარიგო შესაწყალო, აი მე რომ ისმენ. საწყალი მარტო მაგიტომ ხარ, რომ თან საწყალს მიწოდებ და თან მისმენ. თან ჩემს გარეში არ შეგიძლია გიორგი. წადი შვილო, შენ თავს უშველე ვიღაცა ხარ რა. კუბოში ჩაიდები მალე. დედას ფიცავარ თუ რამეთი შემეწოდო რა. არც მაინტერესებს, არ მიყვარდა წყევლა და ეხლა შემიყვარდა. იცით რატო შემიყვარდა? შენზე უკეთესია წყევლა რა. აი შენნაირებზე უკეთესია წყევლა. კაი ტიპია. გესმის? შენ მაგარი ბანძი ტიპი ხარ. ან ნაყიდი ხარ, ან დებილი ხარ, ან სულით ხეიბარი ხარ, ან კიდე მოსყიდული ბელენჩვერი ხარ. გესმის? ეგ გინდოდა მიიღე რაც გინდოდა, იცი რა მალე შეისმინება ჩემი სიტყვა? გეშინოდეს რა, მართლა გეშინოდეს. ძალიან მალე შეისმინება ჩემი სიტყვა. და შეისმინა ღმერთო ნებითა შენითა ისქენი რაც ეხლა მე დავწყევლა ეს ხალხი რა, ნებითა შენითა, ოღონდ. და ვინც ჩემს წინააღმდეგ არასწორი ხართ, ყველას მოგივათ ეს წყევლა რო იცოდეთ რა. ყველას. იმიტომ რომ წყევლა თუ არასწორი ხარ ჩემს წინაშე მოვა შენთან. გესმის? და თუ ჩემს წინაშე მართალი ხარ, მაშინ ჩემთან მოვა, ჩემთან დამიბრუნდება ისე. და ამიტომ არ მეშინია რომ ვიწყევლები. გესმის? რუსულად მოლაპარაკობთ, ეხლა რუსები ღა მაკლი ხართ აქ რა. დავაი დაახვიეთ აქედან. იძი ნახუი რა. ეგ მაინც ვიცი რუსულად. ოდა მოეწვათ ეხლა დავწყევლე. იცი რამდენი კუდიანი მიყურებს მაგის დედავატირე, თქვენ დედას მალე მოუაროს ღმერთმა რა. რამდენი კუდიანი ხართ აქ, რომელიც მიყურებ და როგორც მალაბო ისე გედებათ ჩემი ვიდეოები და მაინც რაღაცას ყბენთ. უხრა ხეიბრები გაჩენილ ხართ, თქვენი დედავატირე. ღმერთმა მოგიაროთ თქვენ მალე რა. და ვიღაცა გულს მიწერს, კიდე რუსულად მიწერს, აქ ბიჭო, ქართული არის, ქართულად ვსაუბრობთ ამ პლატფორმაზე. არ იცი შენ ქართული? თუ რა გინდა, ვერ გავიგე. თუ გულით გინდა რომ მომისყიდო ეხლა. ხო, ეხლა გავაგზავნოთ მეგობრებო, აღდგენა 84 არის ზუსტად იმის აღდგენა, რაც საქართველოს აკლია რა. ქართველების აღდგენა, ქართული ენის აღდგენა, ქართული სიტყვებისა და ანბანის აღდგენა, ქართული აზროვნების აღდგენა, ქართული ყველაფერი ქართულის აღდგენა. ქართული მაგალითად ჯიშების აღდგენა, პურის ჯიშების აღდგენა, ხორბლის ჯიშების აღდგენა, ქართული ყველაფერი რაც იყო, მაგალითად შენობა ნაგებობების აღდგენა, ეკლესიების აღდგენა და ასე შემდეგ. გესმით? უგუნურებზე აყოლა არ შეიძლება დაიიკონო. დარეტიანებულებს დალოცვა ესეჭიროება. აუ, მოიცა რა ეხლა ემზა რა.
ეხლა ეგენი მალოცინე კიდე ღმერთმა მოგვაშოროს რა. იცით რა? ექსპერიმენტი გააკეთეს ხალხო მაიმუნების წრეში. და ყველა ის აგრესიული მაიმუნი მოაშორეს იმ ტერიტორიას, სადაც არეულობა იყო ამ მაიმუნებთან. იცი როგორი სიმშვიდე და სიწყნარე ჩამოვარდა? და დადგინდა ექსპერიმენტულად ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ როდესაც 10 კაცში ერთი აგრესიული შეერება, ეს 10-ვე არის დარეტიანებულები, დადის და აი როგორც ჭირი ისე წოვს ეს ერთი აგრესიული ადამიანი დანარჩენებს რა. და ამიტომ დამტკიცდა ერთი რამე, ყველა აგრესიული ადამიანი უნდა განადგურდეს, всё. გინდა მაიმუნი, გინდა ადამიანი. მხოლოდ ეგ შველის საქმეს. მხოლოდ ეგ ჩამოაგდებს 64-ს. და ეხლა არ მითხრათ, რომ ღმერთი მოუვლის მაგათო. არ მოუვლის ღმერთი. ღმერთმა ჩვენ დაგვადგინა ამ დედამიწაზე ბატონ პატრონად. ჩვენ უნდა მოუვაროთ მათ. გესმის? ან უნდა დავატყვევოთ და ჩავყაროთ ეგენი სადღაცა მოუსლელში, სადაც არის როგორც კი ეგრევე, როგორც კი ეს შური უნდა იყოს დასჯადი რა. შური უნდა იყოს დასჯადი. მკვლელობა კი არ უნდა იყოს დასჯადი. შური უნდა იყოს დასჯადი. რატომ გითხრათ, შური არის მკვლელობაზე უარესი? ნუ ღარ დაწყევლი ისედაც დაწყევლელებს თავის ნებით მოისურვებენ კუდების ჭრას. ამინ, მოისურვონ და დაეჭერათ ის კუდები. ბიჭო, აქან ლაპარაკობ, ვითმენ ამ კუდიანებს და გველის წიწილებს რა. ვინახარ ჩვილო, წადით, ჩემს გარდა არავინ არ აკავთ, რომ სხვას უსმინოთ? წადით რა მოусმინეთ, ან თქვენ მაინც ჩაწერეთ რამე და გაავრცელეთ ინტერნეტ სივრცეში. რას მისმენთ? თან მისმენთ, თან მკვლენთ. რა გინდათ? რა ვერ დაოკდით, რა ვერ მიიღეთ ამ ცხოვრებაში, რომ ეს გშურთ ჩემი საუბრები, ჩვეულებრივი საუბრები, არც მაკიაჟი მისვია, არც ძმები მაქვს შეღებილი, არც ზმანზე ვარ. რა გინდათ, რა გშურთ ჩემი ხალხო? თუ ჩემი ის გშურთ, რასაც ხედავთ, ნებისმიერ შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან მალე, ერთი დღიდან მეორეზე. აღარც ნები შეიღებოთ, აღარც არავისი მონა იყოთ ხალხო. რა გინდათ, რა გშურთ? შეუძლებელი მე არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი რაც გავაკეთე, უფულოდ და არც ფული სჭირდება ამას და არც რამე მატერია და რაღაცეები. არ სჭირდება ამას არაფერი. უბრალოდ უნდა გადაწყვიტო შენ თავში და გახდე თავისუფალი, მეტი არაფერი ხალხო. რა გინდათ? რახან თავისუფალი ვარ, ამიტომ ვარ კუდიანი? კუდი მაინც მქონდეს მართლა რა. ისეც ვიზავდი, რომ დედას გიტირებდით სულ ყველას რა. მაგრამ არ ვარ ეგეთი ცუდი გულის. მაინც მეწოდებით ყველანი. და მაინც მიყვარხათ თქვენ, დამპლებო თქვენ. დამპალია სულით დამპალია ადამიანი, რომელიც ვერ ირგებს ვიღაცის რაღაცა სიტყვას. ვერ ირგებს. ისე როგორ მაინტერესებს? რატომ ხართ ესე? რატომ ხართ ესე? აი თქვენ თავებისთვის გიკითხავთ, რა მინდა ამ გოგოსთან? რა მინდა ამასთან? გიკითხავთ ეგ? იქნება მართლა აი ვერ უმკლავდებით თქვენს იმ რაღაცა შინაგან ბოღმას. იცით როგორ უნდა გაუმკლავდეთ შინაგან ბოღმას? კითხვა უნდა დაუსვათ თქვენ თავებს, რა მინდა? რატომ შურს ამ გოგოსი? რატო ვკბენ ამ გოგოსი? კონკრეტული რამე თუ გეკნებათ, ანუ ხელმოსადები, ხო? აი მაშინ უკვე საფუძვლიანად ხართ, მაგრამ საფუძვლიანი მოსადე ხელმოსადები თუ არაფერი დამიშავებია თქვენთვის, თუ თქვენთვის არაფერი წამირთვია და არავისთვის არაფერი არ წამირთვია, მართლა ოღონდ რა. არ ვიცი რა გინდათ, რატო, აი კითხეთ თქვენ თავებს და მართლა გეუბნები, მე გაპატიებთ მართლა, თქვენ თუ მიხვდებით იმას, რატომ ხართ ჩემს მიმართ ესე შურიანები, ხო? უბრალოდ მომწერეთ, რომ აი თამარ, იცი, მე ესე და ესე ვფიქრობდი,
ეს ერთხელ მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში. ადამიანმა ჩემს წინაშე აღსარება თქვა, რომ თავიდან მე რო დაგიახლოვდი, გამომყენებლობითი სურვილი მქონდაო, მინდოდა რომ გამომეყენებინეო, ხალხო. ამ ადამიანმა მოინანია ჩემს წინაშე. უძლიერესი ჯადო ქონდა, სასიკვდილო ჯადო ქონდა გაკეთებული და გადარჩა ღვთისწყალობით რა. მეც გადარჩი და ისიც გადარჩა. იმიტომ რომ მე მიუტევე მას. შემიძლია მოგიტევოთ, მაგრამ იპოვეთ თქვენს თავში რა გაღიზიანებთ ჩემს ვიდეოებს რო უსმენთ. რა გაღიზიანებთ? მითხარი არასწორ ინფორმაციებს ვაჟღერებ? დამიწერეთ რომ თამარა, აი ესა და ეს არასწორი ინფორმაციაა შენაც გააჟღერე. გისმენს, აი რას ვაკეთებ ისეც, რომ ამხელა შურს ვიწევ თქვენში რა. ესე იგი მე მართლა რაღაცას არასწორად ვაკეთებ რა. ესე იგი მე უნდა დავჯდე და საერთოდ აღარაფერი არ უნდა ჩავწერო ვიდეო, მაგრამ ვახდედასა რომ ესეთ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, მართლა გეუბნებით რა, რომ საგარელთან რო ვიყავი, ხო? იცით რა მითხრა ადამიანმა ხალხო? რომ არაფერს არ აკეთებდეო, მაინც შურს ადამიანს შენიო. რატო იციო? არ ვიცი რატო. იმიტომ რომ შენ ესეთი გამოცდილებით დაიბადეო. ჩემი გამოცდილების შურს ადამიანებს იცით თქვენ? ნუ შეგშურდებათ ხალხო, ისწავლეთ ჩემგან. თუ რამის გშურთ, უბრალოდ ისწავლეთ ჩემგან და გახდით ისეთი როგორც მე ვარ და აღარ შეგშურდებათ მერე. და თუ ჩემზე მეტი ხართ, მაშინ მასწავლეთ მე. კი ნუ დაიბოღმებით მე რომ ფულს არ გამოვიმუშავებ. იმაში რომ წიგნები გავყიდო, იმაში რომ ვიღაცა სეანსი ჩაუტარო და ფული ავიღო, იმაში რომ ვიღაცას რაღაცა ვასწავლო და ფული ავიღო, არ გამოვიმუშავებ მე ამით ფულს. მთელი დედამიწა დადგა და ამაში გამოვიმუშავებს ფულს. იქ ვიღაცა გურუ გახდა, იქ ვიღაცა ფსიქოლოგი, იქ ყველანი წყალწაღებულები არიან, ხალხო, მე ვინც გავიცანი, ყველანი. თავისთვის ვერ უშველიათ ჯერ და ვიღაცა სხვებისთვის ექიმები, ისენი, გურუები, რაღაცეები, მწერლები, მეცნიერები და ასე შემდეგ რა. ხმა არის მის ვიღაცა წერს და ეხლა დაგემშვიდობებით რა.